გაგაძლია რომ ღმერთო და მიხარია რომ ვცდილობთ და ვფიქრობ იმას რომ იდეალურად მომზადებული მაინც ვერავინ ვერ იქნება ვერც მზად ვერც ღირსი იმისათვის რომ ეზიაროს ამიტომ კარგია რომ ამობენ და ვამბობთ ხოლმე რომ არა ვარ მზად და ვთქვათ ღირსი არა ვარ და ესეც უნდა იყოს აბა როცა ამბობ ღირსი ვარ და მზად ვარ მაშინ არა ხარ საზიარებელი მაგრამ როცა ვამბობთ რომ არა ვარ ღირსი არ ვარ მზად მაგრამ ჩვენ როდის ვიქნებით ღირსი და მზად რაღაცა ეს ვბადებს რომ როდისმე ღირსი და მზად ვიქნებით ამისთვის ამიტომ ღმერთი მოწყალია და მიუხედავად ჩვენი უღირსებისა და მომზადებლობისა დაუმსახურებელ წყალობას საჩუქარს გვივლეს იმ ძღვენით იმ პატივცებით იმ წყალობით იმ საჩუქრით რასაც გვაძლევს ღმერთი ზიარებით რომ უკეთესი გავხდეთ კარგია და იდეალური ვინ ვართ ახლა მაგრამ იმ უფალს უნდა რომ ჩვენ უკეთესი გავხდეთ ხო როგორც სულიერ მამას ზეციურ მამას უნდა რომ შვილი გახდეს უკეთესი და არა უარესი ამისთვის არის ზიარება და განიწმინდოს იდეალი რო ხარ და რაცა ვარსკვლავებს უწყვიტავ ახლა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ რომ იდეალისკენ მივისწრაფოთ მაგრამ იდეალი ვინ იქნება ამიტომ იდეალი არ ქრისტე უცოდველი ხო ღმერთი რომელშიც არ არის ცოდვა და ის არის აი იმისკენ უნდა მივისწრაფოთ ის ხატება მოგცათ ვისი რომ ზუსტად იმ იდეალისკენ მივისწრაფოთ მსგავსებისკენ იყვენით თქვენ სრულ ვითარცა მამაი თქვენი ანუ იდეალი როგორც სრულად სრულყოფილი საებისკენ უნდა მივისწრაფოთ ზოგჯერ ადამიანი რა თქმა უნდა ამ ცოდვების გამო საერთოდ ჩაიქნევს ხოლმე ხელ საკუთარ თავზე ესეც მეორე უკიდურესობაა რა თქმა უნდა წყალობა მიიღოს და უნდა იმედი იქონიეს მაგრამ მეორე და ისიც არ ვარ გახა რომ იმედი იქონდეს და წყალობა უკურთხებლად და ასე ვთქვათ თვით კადნიერად ეზიაროს რომ ღირსი ვარ და ეს და მაინც მომიტევებს უფალი და რა თქმა უნდა ესეც ერთი უკიდურესობაა რომ ასე ვთქვათ გადამეტებული ექსტრემალური ოპტიმიზმი ასე ვთქვათ საკუთარ თავზე დაყრდნობა და თვითმორჩილება თვითრჩეულობის კომპლექსი აქვს ზოგს ეს ნარცისიზმში გადადის სულიერ ნარცისიზმში მაგრამ არის მეორე უკიდურესობა საერთოდ ხელს ჩაიქნევს ღირსი არა ვარ იდეალი არა ვარ ჩემი ასე ვთქვათ საერთოდ მისასვლელი ეკლესიაში საერთოდ საზიარებელი და ეს მეორე უკიდურესობა ანუ ჩვენ დავიჩერთ სამეუფო გზა ოქროს წესი ოქროს კვეთა სამეუფო გზა რომ ვისწავლოთ რა შეიძლება ჩვენთვის რა შეიძლება რა კარგია რა ცუდია რა არის მარჯვენა რა არის მარცხენა სადღაც შუა საშუალო არითმეტიკული ოქროს წესი შუა ესე ვთქვათ გზა სამეუფო გზა რომელიც ქრისტეს წონასწორობას ჯორის მიერ წონასწორობას აღნიშნავს აი იმ გზით იმ ასე ვთქვათ ნაკვალევით მივყვეთ ქრისტეს ფსნებებს დავაფასოთ ეს ცხოვრება ეს არ არის ჩვენი ცხოვრება მით უმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცის მძიმე რეალობაში სწორი ხაზი ეს გეომეტრიაში არის იქაც კიდე ლობაჩევსკის გეომეტრიაში სხვანაირად არის მაგრამ ორ წელწად შორის მოკლესი მანძილი წრფე მონაკვეთი ჩვენს რეალობაში ანუ სხვა კიდე რელატივისტულ თანამედროვე ვთქვათ მეცნიერებაში არის როცა ორ წელწად შორის მოკლესი მანძილი არ არის ზოგჯერ პატარა წრფივი მონაკვეთი სხვა განზომილებებში ამიტომ ჩვენ სულიერ გაზომილებებში რომლებიც უფრო რთულია ბევრად უფრო ფაქიზია შედგენილია კომპლექსურია და ძალიან ბევრი ფენები აქვს აქ მით უმეტეს ჩვენი ცხოვრება ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არის ერთი წრფივი ხაზი სულ მაღლა და მაღლა სიმღერა როა ხო სულ ზევით და ზევით სად არის ეს ისეთი ქვევით და ქვევით არის და ისეთ დაბლა და დაბლა მიდის ზოგჯერ რომ საერთოდ თუ ამოხვალ იქიდან ისიც არის ღმერთის მადლი თორე ვის აქვს თავის თვისით ვირას იზობს ამიტომ ღვთის მადლს ამოყავ სულ ზევით და ზევით წრფივი გრაფიკი როა ხო XY-ში სულ ზევით რომ მიდის სად არის ეს ამიტომ ისეთი წყვეტებია ესეთი სინუსოიდაა და ესეთი ვარდნებია რომ შენ პატარა მცირე წინსვლა ისეთი მცირე ასე ვთქვათ ნაბიჯ წინსვლა უნდა დააფასო ჩვენი ცხოვრების ხაზი ეს არის ხე მთელი ეს არის ვთქვათ ალბათობების და შესაძლებლობების ღვთისნების მოქმედების მისადმი შეწინააღმდეგებული ბოროტი ძალის მოქმედების ჩვენი სტომილოების ჩვენი არასწორი არჩევანისა თუ სწორი არჩევანის ამ მთელი კომბინაციების რთული ლაბირინთი რთული ტრაექტორია ძალიან ჩახვეული ფაქიზი ჩუქურთმა
ხეთ რო წარმოიდგინო ეს, რომლის ფესვები ზეცაშია და ტოტები და ნაყოფი აქ უნდა გამოვიყოთ და აქ არის ფოთლები და ყვავილები და ნაყოფი აქ უნდა გამოვიყოთ. 9 ნაყოფი სულიწმინდისა. და ფესვი ჩვენი და სახლი და სამშობლო არის ზეცაში. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. და ამიტომ ეცადოთ რომ დავაფასოთ ეს და უფრო მეტი სიმხნევით იმ საფრთხისმეტყველო სათნოებით ვიაროთ წინ, სარწმუნოებით, სასვეებით და სიყვარულით. რაში გაძლიერებას ყველას გისურვებთ. ამინ.